ამერიკულ უმაღლეს საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი ეწვია. ხელოვანი მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრებისა და ზოგადად ხატვის სპეციფიკის შესახებ ესაუბრა. ამასთანავე ხატვის პროცესში გასათვალისწინებელი რჩევებიც მისცა. პატარებმა იქვე ექსპრომტად საკუთარი ნამუშევრებით შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ლევან მოსიაშვილისა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შორის თბილი მეგობრული და ემოციური ურთიერთობა საფუძველი ჯერ კიდევ 1 წლის წინ ჩაეყარა. ეს მაშინ, როდესაც პატარები მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდნენ. სკოლაში სტუმრობის იდეაც მაშინვე გაჩნდა. პედაგოგ ვიტა ნაჭყებიასა და ლევან მოსიაშვილის სურვილით ბავშვებთან ურთიერთობა თანდათან გაღრმავდა. მხატვარს მოსწავლეებმა საჩუქარიც დაახვედრეს და საკუთარი ხელით შექმნილი თიხის მასალაზე დაწერილი ლუცა მამაო ჩვენო გადასცეს. მოხალული არის დღეს ქართულ-ამერიკულ უმაღლესი სკოლის მოწვევით იმყოფებოდი. ამზიან დღეს საქართველოში და ამ სკოლაში რათა ბავშვებს მე-4-მე-3 კლასის ბავშვებს რაღაც შემდგომ სამახსოვროდ საუბრით ფუნჯების მოსმით დაუტოვო და შემდეგ 1 წლის შემდეგ იმედი მაქან უფრო ადრეც კვლავ დაბრუნდე და ისევ სასაუბრო ისევ საურთიერთო დავიტოვო ჩემთვის. მე შაშალში ვხდი პირველად ჩემ მორი გამოფენაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავიცანე ისინი და ძალიან შთაბეჭდილება ამაღლებული დამიტოვეს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები და თვალიერეს ბატონი ლევანის გამოფენა საკმაოდ საინტერესო, აქტიური და ემოციური შეხვედრა და დიალოგი ჰქონდა ბატონ ლევანთან, რის შედეგადაც დაიგეგმა მისი მოწვევა ჩვენს სკოლაში, რომელიც გამართა ბავშვებთან ერთად შექმნის ნახატს მომავალი ჩვენია, სახელწოდება ასეთი გვაქვს. დროანდელი დღე წინ უსწრებდა წინ უსწრებს პრინციპში ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი, რომელსაც ქვია გაჩერდა მეტი ვიცოდეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ჩვენი საგანძურის შესახებ. ძირითადად რა თქმა უნდა ძალიან დიდების მოდიან ხოლმე შემთხვევით გამრავლების, მაგრამ ძირითადად სკოლებიდან მოდიან ბავშვები, ანუ პედაგოგების აქტიურობით. როდესაც ბატონი ლევან მოსიაშვილის გამოფენა იყო შარშან, ასევე გამოფენაზე მოვიწვიეთ ბავშვები. ჩემი კლასი ვიყავით მუზეუმში, ბატონ ლევანის გამოფენაზე. ის შეგვიდა და დაგვახატინებდა და შეგვიტანდა მასტერკლასს და სწორედ დღეს მოვიდა და მასთან თვითონ დაგვახატინა ჩვენ მასტერკლასს შეგვიტანა ასე რომ ვთქვა და მეც და ჩემი კლასელები ძალიან კმაყოფილი დავარჩეს.